დელფიური თამაშები მსოფლიოში 1994 წელს აღორძინდა. მისი მთავარი მიზანია ხელოვნების ყველა დარგის პოპულარიზაცია და ნიჭიერი ადამიანების გამოვლენა. თბილისში საქართველოს ეროვნული დელფიური საბჭო 1991 წელს დახურცდა. გასულ წელს კი ჩატარდა შიდა-ქართლის მხარეში პირველი სამხარეო დელფიადა, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩვენი რაიონის წარმომადგენლები. მათ 6 პირველი ადგილი და 24 საპრიზო ადგილი გაინაწილეს. ტრადიცია გრძელდება, უკვე მიმდინარეობს მზადება მეორე სამხარეო დელფიადის ჩატარებისათვის. ქარელის კულტურის ცენტრში ამ დღეებში სარაიონო დელფიადა ჩატარდა. მონაწილეობდნენ რაიონის თვითმოქმედი კოლექტივები, წარმოდგენილი იყო ყველა მხატვრული ჟანრი, მათ შორის საესტრადო ცეკვა, სიმღერა, მხატვრული კითხვა და სხვა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან კულტურის რაიონული განყოფილება და სახალხო განათლების განყოფილება. ჟიური, რომლის შემადგენლობაში იყვნენ გორის დელფიადის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, გამოყო ყველა ჟანრში გამარჯვებული გუნდები და ინდივიდუალური შემსრულებლები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მეორე სამხარეო დელფიადაში. დელფიადამ ქარეში წარმატებით ჩაიარა. იმ დღეს სარაიონო კულტურის ცენტრში ხალხმრავლობა იყო და შეიძლება ითქვას, რომ დელფიადის კონკურსი კონცერტადაც გადაიქცა.